ძველი საიდუმლო. რამდენიმე ადამიანი გამოვკითხეთ, მაგრამ არავინ შეგხვედრია ისეთი, ვისაც დედაჩემის შესახებ რამეს მენია. ალბათ ბიძია ჰალილი კიდევ ერთ მაცხოვრებელს ელაპარაკება. უფლის იმედი არ დაკარგო შვილო. ხედავ, კვალს გაყევი და დედა შენს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდი. მალე იპოვე. იმედია დეიდა ჰადია. ილოცე, რომ დედაჩემი ჯანმრთელი ვიპოვო. მე მხოლოდ ლოცვა შემიძლია. ღმერთმა ხელი მოგიმართოს შვილო. ახლა უნდა გავთიშო. ბიძია ჰალილი მოდის. ახალ ამბებს დაველოდები. თუ რამეს გავიგებ დაგირეკავ. იმ კაცმა რა გითხრა ბიძია ჰალილი? რამდენიმე დღე სოფლიდან იყო გასული. დღეს დილით დაბრუნებულა. არავის დაუნახავს, მაგრამ ჩემი ტელეფონის ნომერი მაინც მივეცი. თუ რამეს გაიგებს დამირეკავს. სამწუხაროდ ისევ ხელსარიალი დაუბრუნდი. არის ადგილები, რომლებიც ჯერ არ შეგვიმოწმებია და ხალხისთვისაც არაფერი გვიკითხავს. ძებნა გავაგრძელოთ. ღმერთმა გადმოგხედოს. იმედია ვიპოვეთ. ოხოცმა თქვა, რომ გორაზე კიდევ რამდენიმე ქოხია. იქაც შევამოწმოთ. ეს უკაცრიელი ადგილი გამროლებისთვის სასტუმროდ იქცა. რა დაწყევლილი ქალია. 1000 დაბრკოლება შემიქმნა. არა მხოლოდ მისი მოკლა და დამარხვა მიბრძანეს. ღმერთმა დასწავლოს. სად გაქრა ის ქალი? არ მომკვდარა. არ მომკვდარა. ცოცხალი ყოფილა. ახლა ქალბატონ ასიეს რა უთხრა? შვილო, ზეინები სად არის? როგორ არის? ვიცი რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ შვილო, მაგრამ გთხოვ ჩემი ქალიშვილის ნახვის უფლება მომეცი. გვირდები, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. შვილო, ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია, შვილო. ახლა ბედნიერი ხართ, ბატონო ოსმან. თქვენს ქალიშვილს საკუთარი ხელით გაუთხარეთ სამარე. ბედნიერი ხართ? სუფთა სინდისი გაქვთ? ზეინების ოჯახი გადაარჩინეთ, არა? ტყუილია. გთხოვთ მითხარით რომ ტყუილია. მითხარით რომ ამას მხოლოდ ჩემს შესაშინებლად ამბობთ ადვოკატო. ნეტავ ტყუილი იყოს. ინებეთ. ჩემო ზეინებ, ჩემო ზეინებ. ეს რა არის შვილო? თქვენი ქალიშვილის გარდაცვალების ცნობა. იცით მან რა წერია? ის რომ საწყალი გოგო თვითმკვლელობამდე სასტიკად სცემეს. საბრალო თავი ამიტომ მოიკლა. ზუსტად ამიტომ. შვილო, ჩემო ძვირფასო ზეინებ. ღმერთო. გითხარი არ გავუშვათ მეთქი. ისევ სცემს მეთქი. მას როგორ დამიბრუნებ? შვილო ზეინებ. ეს შეუძლებელია. მოდი აქ დავსხდეთ. მშვენიერი ადგილია. ჩემი აზრით გზა უნდა გავაგზავნოთ. რამდენადაც ვიცი წინ გაცილებით ლამაზი ადგილებია. აკავრობა მომწონს. სადმე დავსხდეთ? იქ სხვა დროს წავიდეთ. რა უცნაური ადამიანი ხარ. მოდი გვერდით დამიჯექი. გეშინი არ შეგჭამ. ბლინები ვჭამოთ და წავიდეთ. უკაცრავად. შეგიძლიათ 2 ბლინი მოგვიტანოთ? შვილო. ჩემო პატარა. ჩემო ერთადერთო. ღმერთს შენს მაგივრად მე უნდა წავეყვანე. არ დამტოვო ჩემო ძვირფასო. შვილო არ მიგვატოვო.
თავი როგორ მოიკალე, ჩემო საყვარელო გოგო. შვილო. ზეინებ. არ მიეკარო. ხელები შორს ჩემი შვილისგან. შენ შეიწირე ჩემი შვილის სიცოცხლე. ზეინებს არ შეეხო. შენი ხელით გამოუტანე განაჩენი. ეს როგორ გააკეთე? საკუთარი შვილი მგლის ხახაში როგორ ჩააგდე? ოდნავ მაინც არ შეგეცოდა? ეს როგორ გააკეთე? როგორ? სამწუხაროდ ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით. წავიდეთ. შვილო. ზეინებ. ბატონო ოსმან. ზეინებმა სიკვდილის წინ დღეურში რაღაც დაწერა. თუ გამბედაობას მოიკრებთ, წაიკითხეთ. ინებეთ. თუ არა და თქვენს ქალიშვილთან ერთად სამუდამოდ დამარხეთ. ჩემს ხანმოკლე ცხოვრებაში ერთი რამ ვისწავლე. ობლობა მშობლების გარეშე დარჩენა კი არა, მარტო დარჩენაა. მარტო ვიყავი, როცა მამა ჩემმა ნივთივით გამყიდა, სანამ მე ვარდისფერი ოცნებებით ვცხოვრობდი. მარტო ვიყავი, როცა დედა ჩემს ხმის ამოღების ეშინოდა. მამა ჩემს შვილის სიცოცხლეზე მეტად ხალხი რას იტყოდა ის ადარდებდა. საკუთარი შვილი მკვლელს გადასცა. რაც მოხდა საკუთარ თავს დააბრალე. სინდისთან მარტო დაგტოვა. ვიცი რომ რაც ჩავიდინე ცოდვაა, მაგრამ ადამიანებისგან წყალობაზე მეტად ღვთის წყალობის მწამს. სიცოცხლეს ვასრულები მიმედით, რომ უფალი მაპატიებს. თუ ასე მოხდა, თუ ღმერთმა მაპატია და მიმიღო ჩემი ცოდვებით, პასუხს აგებთ ყველა, ვინც ამ მდგომარეობამდე მიმიყვანა. ჩემი ცოდვით ვერ გაიხარებთ. შეიძლება მე ვერ გაგებინოთ პასუხი, მაგრამ ღმერთი აუცილებლად დაგსჯით ჩემი სიცოცხლის გამწარებისთვის. თქვენი შვილი ზეინები, რომელიც უმოწყალოდ მოკალით. უფლის რისხვის ნუ შეგეშინდება. ის გვიცავს ყოველგვარი ბოროტებისგან. ამ ქვეყნად არ არსებობს უფალზე ძლევამოსილი და უსაფრთხო თავშესაფარი. ვიპოვი, რადაც არ უნდა დამიჯდეს, მაინც ვიპოვი. ვიჩქარო, შეიძლება დახმარება დასჭირდეს. დედა, სად ხარ? მოვედი, სეჰერი ვარ. ბიძია ხალილ, დარწმუნებული ვარ, რომ დედა სადღაც აქ არის. მალე ვიპოვით. დედა! გესმის ჩემი? კატასავით 9 სიცოცხლე აქვს. ვერა და ვერ მოვიშორე. ღმერთმა დასყევლოს. მოგკლავ. ამჯერად ვერსად გამექცევი. მოგკლავ. ბიძია ხალილ, სროლის ხმა გაიგონე? ვიღაც ისრვის. გავიგონე, შვილო. იმედია დედა ჩემს არაფერი დაემართა. გონი ხმა იქიდან მოდიოდა. წამოდი. დამეხმარე ღმერთო. გევედრები იმ მკვლელის ხელში არ დამტოვა. ძალა მომეცი. გაჩერდი, ვერსად გამექცევი. მაინც დაგიჭერ. ჩემგან ვერ გაიქცევი. იქ ქოხია. შევიდეთ, ვნახოთ, იქ ხომ არ არის? შვილო, მოიცადე. ჯერ მე შევამოწმებ. მოცდის რო არ არის, შეიძლება დედა ჩემს დახმარება სჭირდება. მოიცადე.
ვერსად გამექცევი. ვერსად გამექცევი მეთქი. ბეჭი ეგუე, ყველა გზას ჯოჯოხეთში მიყავხარ. სიცოცხლის ბოლო წუთებით დატკვი ქალბატონო ჩინარ. უფალო, ველი შენს წყალობას. არა მხოლოდ სიცოცხლეში, არამედ მაშინაც, როცა მოუკვდები. შემიფარე ცოდვილი. დედა! Seher, შვილო, დამშვიდდი. ჯერ არაფერი ვიცით. შეიძლება დედა შენი აქ არ არის. თავი ხელში აიყვანე. მიდი ახალი. რაღაც მოხდა. დედა ჩემს რაღაც შეემთხვა. ასე უმიზეზოდ ვინ ისროდა? ადექი შვილო, ადექი. სროლის ხმა ახლოდან მოდიოდა. ვიჩქაროთ, იქნებ მივუსწროთ. ყავა მოვამზადე, რომ ერთად დავლიოთ დედა. გმადლობ ბრძალო. ისმენ. ყველაფერი დასრულდა ქალბატონო. გვამი მოვიშორე. კარგია. ცოტა ხნით შეუმჩნეველი დარჩი. თუ რამე მოხდება, შეგატყობინებ. როგორც იტყვით ქალბატონო. დასრულდა? დასრულდა. იმ გველისგან სამუდამოდ გავთავისუფლდით. ამიერიდან მშვიდად ვიცხოვრებთ. რაზე ლაპარაკობენ? რა ჯენდაბა? ნოთო, ღმერთო ჩემო. ჩინარი, ეს შესაძლებელია? საქმე ბოლომდე მიიყვანა ფერჰად. იქამდე არ წახვიდე სანამ იმ ქალის გვამს არ ნახავ. სად წავიდა? შვენიერია. წინააღმდეგობა გამიწია, მაგრამ ბოლოს მაინც მოკვდი. ღმერთო გთხოვ, დედა ჩემს არაფერი დაემართოს. Seher, შვილო მოიცადე. ქალბატონმა ასიემ მითხრა, რომ ცხედარი დამემარხა, მაგრამ იქ როგორ ჩავიდა? დედა!
დედა. დედა. სეჰერ, მოიცადე შვილო. სროლის ხმა აქედან ისმოდა. დედა ჩემს რამე ხომ არ შემთხვა. შეიძლება აქედან გადავარდა. გაჩერდი შვილო. წავიდეთ, აქ არავინაა. რომ ყოფილიყო დავინახავდით. ბიძი ახალი. აქედან ისმოდა ხმა. დედა ჩემს რაღაც დაემართა. ალბათ აქედან გადავარდა. არა შვილო, აქ არავინ არ არის, დამშვიდდი. დედა. დედა სათხარ. გემრიელი იყო რძალო. ღმერთმა შეგარგოს დედა. ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. შენი წყალობით დედა. ალბათ არ გაუგეა. თორემ აქამდე ერთ ამბავს ატეხდა. მართლა შეეძლოთ ჩინარისთვის რამე დაეშავებინათ. იქნებ დედა ჩემი მიხვდა, რომ ჩინარი არ მომიკლავს და აქედან დიდი ხნის წინ წავიდა. იქნებ იპავა და არა გამორიცხულია. ჩინარმა ფული აიღო და წავიდა. დედა ჩემს როგორ უნდა ეპოვა. სადაც არ უნდა იყო, იმედია კარგად ხარ ჩინარ. აქედან წავიდე შვილო. სროლის ხმა უყურადღებოდ დავტოვოთ? ტყეში ვართ. სროლის ხმა სრულიად ბუნებრივია. აქ მონადირეები არიან. სხვაგან რომ ვიყოთ საშიში იქნებოდა, მაგრამ აქ არა. გული არ დაგწყდეს, წავიდეთ. წამოდი. გაიგონე ბიძი ახალი. აქ ვიღაც არის. მართალი იყავი. მონადირეები ისვრიან. მე დაველაპარაკები. მოგაცრავად. თურგუთ? რას აკეთებ? რა ხდება ზუჰალ, შემაშინე. მაპატია ძვირფასო. მინდა დამეთქვა, რომ მე დაგეხმარებოდი. შენ რატომ შეწუხდი? არ არის საჭირო, დასაცმელს გამოვიცვლი, პერანგს ვეძებ. საყვარელო, ცხოვრება მშვენიერია, არა? კარგად ხარ ზუჰალ? კარგად ვარ ძვირფასო. ეს უნდა გამოვიცვალო ზუჰალ, არ მომწონს. არა? კარგია ეს მომწონს. ეს ფერი ძალიან გიხდება. სიმპათიურად გამოიყურები. გონი რაღაც გჭირს. იმედია მალე გამიმხელ. საიდან მოიტანე საყვარელო? ჩემი ხასიათის გამოცნობა არ გეხერხება. საღამომდე. საღამომდე ძვირფასო. წარმატებები. აი რა ხდება, როცა ფულს კარადაში მალა. თითქოს სხვა და სამალი ადგილი არ გქონდეს. ზოგჯერ საერთოდ ვერ აზროვნებ ზუჰალ. თურგუც რომ გაეგო ჩინარმა ფული უკან დააბრუნა, მაშინ ვაეჭვი გაუჩნდებოდა. მგონი საწოლის ქვეშ არ შეიხედავს.
დედა ჩემს ვეძებთ. წაბლისფერით მაქვს. დაახლოებით ჩემი სიმაღლისაა. ხომ არ დაგინახავთ? არა, არ დამინახავს. იქით მინდორში ქოხია. შეგიძლიათ იქაც შეამოწმოთ. მადლობ მეგობარო. მოიცადეთ, ფრთხილად იყავით. მიწის მეპატრონე უცნაური კაცია. ჩანთ ამის ტერიტორიაზე დამჩადავთ ხოლმე შევალ ავიღებ მეთქი, მაგრამ არ შემიშვა. ეს რა უბედურებაა? ძლივს ქალი თავიდან მოვიშორე და მიხაროდა. ახლა აღმოჩნდა რომ ვიღაცები ეძებენ. იმ კაცმა სწორად მოგვასწავლა. აი ეს ქოხია. ჯანდაბა. აქ საიდან გაჩნდნენ? უკან გამომყვნენ? აქ დამელოდე შვილო, ყოველი შემთხვევისთვის. უკაცრავად. არის საქვინმე? გონი არავინაა, მაგრამ მაინც შევამოწმებ. მე შიგნით შევამოწმებ ბიძია ჰალილ. რას აკეთებ? ნებართვის გარეშე ხომ არ შევალთ? გამატარე. არის საქვინმე? დედა. დედა აქ ხარ? კარი გააღეთ. კარი გააღეთ. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. ქალს სახელად ჩინარ ფოირას ვეძებთ. იქნებ სადმე დაინახეთ. დახმარება გჭირდება. გთხოვთ, კარი გააღეთ. აქედან წადით, ნუ მაიძულებთ თქვენ წინ ქვეყნად გაგისტუმროთ. მადლობ უფალო. უკვე 20 წელია რაც სიკვდილის პირას ვარ. თუ ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა, გევედრები. მომეცი საშუალება შვილებთან გავერთიანდე. გევედრები. კარი გააღეთ. გააღეთ. გონი აქ არავინაა შვილო. სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავ, ვერ დავიჯერებ. ვიცი რომ შიგნით ხარ, გესმის? პოლიცია მალე აქ იქნება.
ან დედა ჩემს თავს დაანებებ, ან პოლიციას ჩაგაბარებ. გასაგებია? პოლიცია როდის გამოიძახა? ჯანდაბა დავიღუპე. ასე არაფერი გამოვა. მოდი კარი შევამტრიოთ. ეს როგორ შეიძლება შვილო? სხვის საკუთრებას ვერ დავაზიანებთ. თანაც ხომ ხედავ შიგნით არავინაა. წავიდეთ. ყველგან ნახეთ. მხოლოდ ეს ქოხი დარჩა. გრძნობ ბიძია ჰალილ. ვინც არ უნდა იყოს ეს კაცი დედა ჩემის გაუჩინარებასთან კავშირი აქვს. ხომ გაიგონე მონადირემ რა თქვა? საეჭვო კაციაო. ბოლოს მისი ტელეფონის სიგნალიც აქედან მოდიოდა. შეიძლება დედა ჩემი აქ არ არის ბიძია ჰალილ, მაგრამ ამ კაც შეუძლია დედა ჩემთან მიმიყვანოს. გევედრები შიგნით შევიდეთ. ნახოთ თუ ვცდები დანაშაულს ვაღიარებ. იმ კაცს პირადად მოვუხდი ბუდიშს. იმედია შენი ინტუიცია გაამართლებს შვილო. თორემ ორივე ძალიან შევრცხობით. უფლის სახელით. მაინც არ დანებდნენ. იძულებული ვარ ორივე იმ ქვეყნად გავისტუმრო. კარგი როგორც თქვენ ინებებთ. შემოდით ორივეს ამ ქოხში დაგმარხავთ. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin. Kurumuş toprağa